ოთარ ჩახვაშვილი ძალიან კარგი მოკრივეა, საკმაოდ ტექნიკური, საკმაოდ საინტერესო კრივი აქვს, ძალიან მონდომებული. უნდა ითქვას, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოთარ ჩახვაშვილსაც ჰქონდა პრობლემები, ჩამოშორებული იყო საკრივო კარიერას, თუმცა წელს დაბრუნდა, რამოდენიმე ბრძოლა გამართა, საკმაოდ საინტერესო, წარმატებული, ძალიან კარგი ხასიათის მოკრივეა და აი, ჩვენ კვლავ ხედავთ ოთარ ჩახვაშვილს რინგზე, მე მისი სტეკუნანტიც ყოფილი ვარ საზღვარგარეთ და ვიცი ამ მოკრივის შესაძლებლობები, ხასიათი, მონდომება, მხოლოდ დადებითი შემიძლია ვისაუბრო ოთარ ჩახვაშვილის შესახებ. ძალიან კარგად მუშაობს გურჯაანის კრივის სკოლაც, ბატონი ოთარ მამულაშვილი და ხედავთ ახალ მოკრივეებს აი ამ კრივის კლუბიდანაც. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ეს არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ქართულ პროფესიონალურ კრივში, რომ თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს და ყველა ქალაქში არის საინტერესო კრივის კლუბები, საიდანაც მოდიან პროფესიონალი მოკრივეები. ყველა ქალაქში არიან კარგი მწვრთნელები, სადაც შეიძლება ჩამოყალიბდეს მოკრივე და მიეცეს საშუალება აი ესეთი მაღალი დონის შოუებზე ასპარეზობის, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, საზღვარგარეთაც თუ აქ თავს გამოიჩენენ. ბოლო დარიგებები საჯ დავით ნაზარაშვილისგან და ბრძოლაც დაიწყო. ლალიაშვილი ყველასათვის უცნობია, დებიუტანტი მოკრივეა, შედარებით ტანით დაბალია და ალბათ ახლო ბრძოლას ეცდება. ნახოთ რა შთაბეჭდილებას დატოვებს, თეონა მე მგონი შენთვისაც უცნობია ეს მოკრივეები, მათი სტილი და ნახოთ რა შემოგთავაზებენ დღეს. ჩემი აზრით თუ კარგად დაიჭერს დისტანციას, საკმარისი ხელის სიგრძეც აქვს ჩახვაშვილს კი იმისთვის რომ არ შემოუშვას მეტოქე და სათავისოდ წაიყვანოს ბრძოლა მთავარია როგორ აქვს დამუშავებული ეს სტილი ნახოთ ხო მე მგონი თავიდან რაც გამოჩნდა მაგასაც სტილი შეახვედრა მარჯვენა პირდაპირი საკმაოდ ზუსტი იყო კი ნამდვილად კარგი კონტრშეტევა აწყებინებს მოწინააღმდეგეს შეტევას და მე უყრის დარტყმებს და საკმაოდ ზუსტს და ეს შემთხვევით დათვლა. ნოკდაუნ. გაატარა დარტყმა, მარჯვენა პირდაპირი გაატარა, რაც იყო საკმაოდ ძლიერი, რის მეც წაბარბაცდა და ნუ ცოტა მერე უკვე წაიქცა, მაგრამ იმ დარტყმისგან იყო გამოწვეული ეს, რაც მოწინააღმდეგე მიაყენა. პირველი ნოკდაუნი ვიხილეთ. ნახოთ დებიუტანტ მოკრივეს ხო არ გატეხს ეს წარუმატებლობა. ცდილობს ახლოს შესვლას ლალიაშვილი, თუმცა აი კარგად შეახვედრა, კარგად გავიდა. კარგად მოძრაობს ძალიან. ორი პირდაპირი შემხვედრი უკან სვლაში, წინა ხელით უშლის შეტევებს. სწორია ძალიან კარგი გამართული კრივი აქვს რაღაცებს ატარებს გაცვლაში მაგრამ უმნიშვნელოა საშიშ ჰუკებს იქნევს ნამდვილად ლალიაშვილი თავარია აი მოხდა ეს ჰუკი მარჯვენა აი ეს მანძილი არის საშიში, საშუალო დისტანცია, სადაც ყველაზე მეტი ნოკაუტები და ნოკდაუნები ხდება. ამიტომ შეტევის მერე სწრაფად უნდა გამოვიდეს ხოლმე ამ დისტანციიდან ჩახვაშვილი. კარგი ჩაყვინთვა იყო, კარგად აიცილა დარტყმა. და შეუტია.
ტექნიკურ სანახაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლევან, იმიტომ რომ ამას უყურებს მომავალი თაობა, რომელიც კრივით უნდა დაინტერესდეს, უნდა აჩვენო მათ კარგი სანახაობა, მისცე მაგალითი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს ასპარეზზე ძალიან სხვადასხვა სპორტის სახეობები შემოვიდა და კრივმა თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს, ვფიქრობ და ამიტომ რიგზე გამოსულ სპორტსმენებს ევალებათ, რომ კარგი საინტერესო კრივი ანახონ და რაც შეიძლება მეტი სპორტსმენი ჩავითრიოთ ჩვენ საქმეში და გაგრძელდეს კრივის ისტორია საქართველოში. კი, ნამდვილად, კრივი არ არის მხოლოდ ჩხუბი, როგორც ბევრს წარმოუდგენია, ეს არ არის ჩხუბი, ეს არის ხელოვნება, რომელსაც თავისი ტექნიკური შესრულება სჭირდება სათანადო დონეზე. საკრივო სანახაობასაც აქვს ჯორჯ ფორმენის აქ ნათქვამი, კრივი ჯაზივით არის, რაც უფრო კარგია, უფრო ნაკლები გულშემატკივარი ყავს მას და გამომდინარეობს იქიდან, რომ კრივს სჭირდება სიღრმეების ჩასვლა, რათა კრივის ჭეშმარიტი სილამაზე დაინახო და ჭეშმარიტი სილამაზე არ არის მხოლოდ იქ სისხლი და იქ რაღაც რაც პირველადია და ადვილი აღსაქმელია გარეშე მაყურებლისთვის, ვინც არ არის ჩავხედული, პირველად ხედავს ის სისხლს, რაღაც ხელების ქნევას და ეფექტი ამას აქვს. კრივის სიღრმეებში ვინც ჩადის და ჭეშმარიტ კრივის საფუძვლებს ეცნობა, ის უკვე სხვა სილამაზებს ხედავს, რაც აი ტექნიკურ მოძრაობებში. ჩახვაშვილი აკეთებს, მაგას სჭირდება კარგი რეაქცია, საბრძოლო IQ, რომ გათვალო შენი მოწინააღმდეგის შეტევა, სწორ დროს აიცილო უპასუხო და ამიტომ მე მივანიჭებ მას უპირატესობას, რაც აშკარად ეტყობა, კარგი შემოხვედრი დარტყმა, დისტანციაზე მარცხენა ხელის გაშლა, რომ ვერ შევიდეს მოწინააღმდეგეს, სწორ დროს კუთხიდან გამოსვლა, ცენტრის დაკავება ისევ. ხო, ეს არის უკვე გავლილი აქვს კრივის სკოლა, ამას ემჩნევა აშკარად. კარგი აპერკოტი იყო. შეტევის მერე უკან კარგად გამოდის ტანით. რაც შეეხება ლალიაშვილს, ხასიათი გასაგებია, ცდილობს, აი. კი, მაგრამ ნახე ლევან, როცა სიმაღლის უპირატესობა გაქვს და ამას შენ კარგად იყენებ, იცი გამოყენება და ამაზე ნამუშევარი გაქვს, მაინც არის ეს უპირატესობა, მოდი ვთქვათ. კი. აი, ხედავთ, რომ თუნდაც გასulis დროს პატარა სამუარ ტყავს ისე ჩახვაშვილი. აი, მარცხენას, მარჯვენას და ის აი სიტუაციას აბსოლუტურად აკონტროლებს. ჩემი აზრით დასასრულისკენ მე მგონი კი ბატონო, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ნამდვილად. საჯმა კონტროლიდან იყო გასული. კი. უკვე ეს ეყრუდაცვაში დადგომა და პასუხის არ გაცემა უკვე ნიშნავს, რომ კი, მოკრივე ვეღარ. ზად აღარ ხარ ბრძოლისთვის, კი. არა, უშავს დებიუტი. ეკუთვნის, მე ვფიქრობ, ესეთი ბრძოლა ჩვენ ჩახვაშვილს კარგი ტექნიკური მებრძოლია. მიულოცოთ ოთარ ჩახვაშვილს. თავისი საქმე 10-იანზე შეასრულა. თავისი საქმე ვადაზე ადრე გაიმართა, რაც შეეხება ლალიაშვილს, სადებიუტო ბრძოლა იყო, დაინახავს ალბათ საკუთარ შეცდომებსაც. თუ იმუშავებს ამ შეცდომებზე, ნამდვილად აქვს შანსი ყველას აქვს. ვინც ამას მოინდომებს, მინდა გითხრათ. და აი საკრივო გამოცდილება რინგზე სულ სხვა, რაც არ უნდა იქ გრუშასთან დარბაზში, თუნდაც სპარინგზე, სხვანაირ შეიძლება ბევრ მოკრივეს აქვს ხოლმე ის, რომ აი ბევრად მეტი შემიძლია და რინგზე არ გამომდის ის ყველაფერი, ეს არის მეტი მოინდომებ, მეტ გამოცდილებას მიიღებ და საბოლოოდ გამოგივა და არავის არ უნდა ეგონოს, რომ რაღაც ეს ერთხელ არ გამომივიდა და დასასრული არა, პირიქით ეგ არის ყველაზე კარგი მასწავლებელი და კარგი საშუალებაა რომ გვერდიდან შეხედო საკუთარ თავს, საკუთარ კრივს, საკუთარ შეცდომებს და გამოასწორო. ოთარ ჩახვაშვილს საინტერესო მებრძოლია ოთარ ჩახვაშვილი, მე ვფიქრობ სამომავლო